მე ვარ რემბრანდტი ჰარმენსონ ვან რეინი, დავიბადე ჰოლანდიაში 1606 წელს. ჩემი ფუნჯი იყო სინათლისა და ჩრდილის იარაღი. მათში ვპოულობდი ადამიანის სულს, მე ვხატავდი არისტოკრატებსა და მეფეებს, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარდა უბრალო ხალხის სახეები. მათში იყო სიმართლე, დაღლილობა, სევდა, სიხარული, სიმტკიცე. ამიტომ ჩემი ავტოპორტრეტებიც ასე ბევრია. მინდოდა მაყურებელს დავენახე ისეთი, როგორიც ვიყავი, ხანდახან ძლიერიც, ხანდახან სუსტი და გატეხილიც. ჩემი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი ღამის ყარაული არ არის მხოლოდ სამხედრო ჯგუფის პორტრეტი. ეს არის დრამა სინათლისა და სიბნელის, მოძრაობისა და დინამიკის. მე მინდოდა ისტორია ყოფილიყო ცოცხალი, თითქოს მაყურებელი თვითონ იდგეს ამ სცენაში. ჩემი ცხოვრება არ იყო მარტივი. გქონდა დიდება და შემდეგ სიღარიბე. ვნახე, როგორ ვკარგავდი საყვარელ ადამიანებს. მაგრამ ყოველთვის ვუბრუნდებოდი ჩემს ხელოვნებას. რადგან იქ ვპოულობდი იმას, რაც მარადიულია, თუ ჩემს ნამუშევრებს შეხედავთ, დაიმახსოვრეთ, ნამდვილი სილამაზე არ არის სრულყოფილებაში. ის არის სიმართლეში, სინათლესა და ჩრდილს შორის, ადამიანურ სახესა და სულში.